ჰალბატონებო და ბატონებო, ბოდიშსუხდი ალექს, რომელმაც ახლახან კარგი შესავალი გააკეთა. ამ საღამოსთვის სხვა გამოსვლა მქონდა დაგეგმილი. პროგრამაში ჩემი თემა იყო ისრაელის პოზიცია მსოფლიო არენაზე. მე ვაპირებდი მესაუბრა თქვენთან ჩვენი მერვე ბრძოლის ველის მტერზე, 7 ფიზიკური ომის გარდა, მტერზე, რომლის აღწერაც პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ დაიწყო თავის გამოსვლებში გასული წლის განმავლობაში. წინასწარ დაგეგმილი ანტისემიტიზმის ჭირი მთელ მსოფლიოში, რომელიც ორგანიზებულია, დაგეგმილია და დაფინანსებულია ჩვენი დასავლური ცივილიზაციის ჭკვიანი, ბოროტი და მიზანდასახული მტრების მიერ. მე ვგულისხმობ მუსლიმთა საძმოს და მის ფინანსურ მხარდამჭერს, უსაზღვრო რესურსების მქონე ქვეყანას ყატარს და მის ნავთობით მდიდარ ემირს, შეიხ ქამიმ ბინ ჰამად ალ-ხამის, ის. ემირის პოლიტიკური მოკავშირეების დახმარებითა და წახალისებით თურქეთის ერდოღანი და სხვა მხრივ ჩინეთი, რომელიც დიპლომატიურ საფარს აძლევს შეთქმულებით სავსე მდრულ ძალებს, ამის ნაცვლად გადავწყვიტე შევცვალო თემა და ვისაუბრო იმაზე, რაც ამჟამად ისრაელელებს აღელვებთ და მილიონობით ადამიანს მთელ მსოფლიოში აინტერესებს. პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ირანთან ურთიერთგაგების მემორანდუმზე. ხავალდზე ძნელია წარმოიდგინო უფრო ცუდი შეთანხმება, რომელიც შეიძლება ითქვას, რომ ბარაკ ობამას საშინლად ხარვეზიან JCPOA-ზეც კი უარესია. სინამდვილეში ზოგიერთი ანალიტიკოსი ტრამპის შეთანხმებას JCPOA 2.0-საც კი უწოდებს, შეთანხმებას, რომელიც პრაქტიკულად ყველა ამერიკის პრეზიდენტის მოთხოვნაზე თმობს პოზიციებს და რომელიც ღალატობს ისრაელს, აძლევს ირანს საშუალებას აღადგინოს თავისი რაკეტების არსენალი, ხელახლა შეაიარაღოს თავისი პროქსი ქსელი და რომელიც კიდევ უფრო გვიკრავს ხელებს ლიბანში, სადაც თითქმის მილიონი ჩვენი მოქალაქე იძულებული გახდა დაეტოვებინა სახლი ქვეყნის ჩრდილოეთში. ტრამპი უყვირის ჩვენს პრემიერ-მინისტრს, მაგრამ აქებს გონიერ ირანელ სამხედრო დიქტატორებს. ტრამპის ბოლო საჯარო განცხადებები ჟურნალისტებთან მიმართული იყო ისრაელის კრიტიკისკენ და ის აბსურდულად საუბრობს იმაზე, რომ ისრაელი სუსტი სირიელებით ჩაანაცვლოს ლიბანში ჰეზბოლას განიარაღების ამოცანაში. სირია ლიბანში ჩვენს სხვა მტერს, ერდოღანს, მისცემს საშუალებას პირდაპირ ჩვენს საზღვარზე დასკუბდეს. მემორანდუმში ტრამპი იღებს ვალდებულებას, რომ ამერიკა აღარასოდეს შეუტევს ირანს და არ შეუწყობს ხელს რეჟიმის შეცვლას. ეს დოკუმენტი აძლევს დასუსტებულ ირანის რეჟიმს 50-დან 100 მილიარდამდე გაკინული ან შეზღუდული უცხოური აქტივების განთავისუფლებას, ასევე 300 მილიარდი ახალი ინვესტიციის ჩადებას ირანში. ეს ყველაფერი საბოლოოდ ირანის რევოლუციური გვარდიის დიქტატორებს სასიცოცხლოდ აუცილებელ ეკონომიკურ შვებას აძლევს. მემორანდუმი, როგორც ჩანს, ბირთვულ საკითხზეც კი მიდის კომპრომისზე, რის მიხედვითაც ირანს შეიძლება მისცენ უფლება გაამდიდროს ურანი დაბალ დონეზე, ხოლო თავისი მაღალგამდიდრებული ბირთვული მარაგი დაბალი გამდიდრების დონემდე გადაამუშავოს. რაც კიდევ უფრო უარესია, ტრამპმა გაკიდა დიდი ხნის განმავლობაში მტანჯველი ირანის ხალხი, რომელსაც მარტში უთხრა, რომ მზად ყოფილიყვნენ დაებრუნებინათ თავიანთი ქვეყანა ამ ბოროტი რეჟიმისგან. აბა, როგორ შეძლო ასე წოდებულმა გარიგების ოსტატმა ასეთი საშინელი შეთანხმების დადება? ნება მომეცით შემოგთავაზოთ განსხვავებული შეხედულება. და ცოტაოდენი ოპტიმისტური ვარაუდი გამოვთქვა იმაზე, თუ რას ფიქრობ, რომ ტრამპი აკეთებს. სათანადო აღსანიშნავად, მე არ ვამხელ სახელმწიფო საიდუმლოებებს. ეს თეზისი არის ჩემი ლოგიკური შეხედულება სიტუაციაზე, რომელიც დაფუძლებულია იმ საუბრებზე, რაც მქონია კარგად ინფორმირებულ წყაროებთან, ასევე ჩემი პირადი დაკვირვებით ასაშეთშოს პრეზიდენტზე. თებერვალში მას შემდეგ, რაც ირანთან მოლაპარაკებები ჩიხში შევიდა, ტრამპმა გაიწვია თავისი პირადი ემისრები ჯარედ კუშნერი და სტივ უიტკოფი. შემდეგ, ყოველგვარი გაფრთხილების გარეშე, მან დაიწყო ოპერაცია ეპიკური რისხვა ისრაელთან ერთად, რომელიც ამერიკის ყველაზე კომპეტენტური და ალბათ ერთადერთი ნამდვილი მოკავშირეა. აბა, როგორ შეძლეს იმავე მოლაპარაკებლებმა კეთილგანწყობილ ვიცე-პრეზიდენტ JD Vance-თან ერთად დაბრუნებულიყვნენ შეთანხმებით, რომელიც ახლა ირანის ყველა ადრე უარყოფილ პირობებს ანიჭებს ძალას. ჩემთვის აშკარა იყო, რომ ამ რაუნდში დონალდ ტრამპმა თავის გუნდს მისცა მკაფიო მითითებები, რასაც ასე გადმოვცემდი. მომიტანეთ შეთანხმება, რომელიც გახსნის ჰორმუზის სრუტეს და არ გაჩერდეთ, სანამ ამას არ მიაღწევთ.
რა თქმა უნდა, ირანელებმა, რომლებსაც მოლაპარაკე მხარის სისუსტე კარგად იგრძნეს, უზრუნველყვეს, რომ ზუსტად ისე, როგორც ჯონ კერისთან JCPOA-ის მოლაპარაკებების დროს, პირობები მთლიანად მათ სასარგებლოდ ყოფილიყო გადახრილი. ნამდვილად ეს არის იგივე დონალდ ტრამპ, როგორ შეძლო ასეთი რადიკალური შემოbrunების გაკეთება. მოდით აღვადგინოთ რა მოხდა. როცა პრეზიდენტი ეპიკური რისხვის გზას დაადგა, მას ჯეროდა, რომ ამას დაახლოებით 60-დან 90 დღემდე დასჭირდებოდა. და საბოლოოდ ეს გამოიწვევდა რეჟიმის შეცვლას ირანში. განსაკუთრებით მაშინ, როცა ირანის პოლიტიკური და სამხედრო ხელმძღვანელობა პირველივე დაბომბების წუთებში იქნებოდა ლიკვიდირებული. მაგრამ ირანელები გაცილებით განძლეები და რთული მოწინააღმდეგეები აღმოჩნდნენ ვიდრე ტრამპს და ალბათ ბიბისაც კი წარმოედგინათ. გარდა ამისა, ირანმა მოიპოვა პანმა მოიპოვა პრეზიდენტზე ეკონომიკური ზეწოლის ბერკეტი ჰორმუზის სრუტეში ნავიგაციის შეფერხებით. ტრამპის პასუხი, ირანის პორტების ბლოკადა და ოპერაცია ეკონომიკური რისხვის დაწყება ტაქტიკურად კარგი პასუხი ჩანდა. და ტრამპი თავდაპირველად გარეგნულად მოთმინებას ავლენდა. მედიას ეუბნებოდა, რომ არ ეჩქარებოდა. მან ასევე უთხრა ამერიკელ საზოგადოებას, რომელიც სულ უფრო ნაკლებად უჭერდა მხარს, რომ დროებით გაზრდილი ბენზინის ფასები მცირე ფასია იმისთვის, რომ ირანის ბირთვული საფრთხის საფრთხისგან თავისუფლები იყვნენ. მაგრამ ტრამპს მომდევნო 4 თვისთვის დიდი გეგმები აქვს. ბოლო დროს ის სულ უფრო სასოწარკვეთილი ჩანს. ომის მიზნები მოლაპარაკებების გზით გადაწყვიტოს, ვიდრე ძალის ან ეკონომიკური ზეწოლის გამოყენებით, რის შედეგადაც გაფორმდა მემორანდუმი ორ მტრულ მხარეს შორის. ყველაზე მნიშვნელოვანი კი ისაა, რომ ტრამპს ნოემბრის დასაწყისში აშშ-ის შუალედური არჩევნები აქვს. იმის გათვალისწინებით, თუ რამდენად არაპოპულარულია ომი ამერიკელ საზოგადოებაში, ტრამპს ნამდვილად ეშინია, რომ ორივე პალატას დაკარგავს კონგრესში, რაც მას სუსტ და გავლენა დაკარგულ პრეზიდენტად აქცევს თავისი პრეზიდენტობის დარჩენილი ვადისთვის. ტრამპს ასევე აქვს აშშ-ის 250 წლის იუბილის აღნიშვნა 4 ივლისს, რაც მის 80 წლის იუბილეს მოჰყვება, რომელიც მან გასულ კვირას თავისთვის დამახასიათებელი არატრადიციული სტილით აღნიშნა, UFC-ის ღონისძიებით საკუთარ ეზოში. და ბოლოს ტრამპის ქვეყანა მასპინძლობს ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატს, რომელიც 19 ივლისს ნიუ-ჯერსიში დასრულდება. იმისთვის, რომ არჩევნებში გამარჯვება ეცადა და ზაფხულის გეგმები მშვიდობიანად ავენიშნა, ტრამპი იძულებული გახდა პრაქტიკულად ყველა ომამდე არსებულ მიზანზე უარი ეთქვა, რათა ირანი დაერწმუნებინა ჰორმუზის სრუტის გახსნაში და ამით ნავთობის ფასი დაეწია. შესაბამისად, ამ შეთანხმების პირობები ერთმხრივია და აშკარად საშინელი. მაგრამ შეთანხმება ეტაპობრივია. მემორანდუმი როგორც ტრამპს, ისე ირანს ეკონომიკურ შეღავათებს ანიჭებს. სავაჭრო გემებისთვის სრუტის გახსნა ტრამპზე არსებულ დაუყოვნებელ ზეწოლას ხსნის. მხარეები აგრძელებენ მოლაპარაკებებს ყველაზე რთულ საკითხზე, ირანის ბირთვულ პროგრამაზე. ირანელებმა აჩვენეს, რომ ყველაზე ძლიერი ზეწოლის შემთხვევაშიც კი ისინი არ არიან მზად დანებებისთვის. რა მოხდება, თუ მემორანდუმი უბრალოდ დონალდ ტრამპის დიდი მოტყუებაა, სადაც მოლაპარაკებები გაგრძელდება წინასწარ განჭვრეტილად უშედეგო გზით? კანონით გათვალისწინებული 60 დღის განმავლობაში, რასაც კიდევ 60 დღე მოჰყვება, როგორც ეს მემორანდუმშია გათვალისწინებული, ეს პერიოდები დასრულდება აშშ-ის შუალედური არჩევნებიდან რამდენიმე კვირის შემდეგ. ტრამპს შეუძლია საარჩევნო კამპანია აწარმოოს ნავთობის დაბალი ფასებითა და ირანთან მიღწეული მშვიდობის შეთანხმებით. დამატებით ბონუსად, ბიბის მიმართ ხვირილი და დაცინვა სავარაუდოდ პოპულარული იქნება სულ უფრო იზოლაციონისტულ ამერიკაში. ირონია ისაა, რომ ამჯერად დროის გაწელვას ტრამპის მხარე შეეცდება, რაც წინა მოლაპარაკებებში ყოველთვის ირანის ტაქტიკა იყო. სხვა სიტყვებით რო ვთქვათ, ამ ეტაპზე მემორანდუმი ჰორმუზის სანაცვლოდ გარიგებაა, სადაც ეკონომიკური და სხვა ერთმხრივი სარგებელი ირანს მხოლოდ მაშინ მიენიჭება, როცა უფრო რთული საკითხები იქნება გადაწყვეტილი და შეთანხმებული. ტრამპი მიიღებს იმ ეკონომიკურ შეღავათს, რაც მას შუალედურ არჩევნებამდე სჭირდება. ნავთობის ფასი დაეცემა, ისევე როგორც აშშ-ში ბენზინის ფასები ბენზინგასამართ სადგურებზე. აშშ-სა და სხვა ქვეყნებს შეეძლებათ შეალსონ თავიანთი სტრატეგიული ნავთობის რეზერვები, რომლებიც ამოიწურა 120 დღიანი მოლაპარაკებების შემდეგ, რომლებიც ხან მიმდინარეობდა, ხან კი წყდებოდა. არის ვინმე, ვისაც ეჭვი ეპარება, რომ ახლად გაძლიერებული ირანელები საბოლოოდ უარყოფენ ტრამპის ძირითად პირობებს ბირთვულ საკითხზე შეთანხმებისთვის.
პრეზიდენტს შემდეგ ექნება თავისუფალი ხელი 2 არასაარჩევნო წლის განმავლობაში, რათა სრულად დაამარცხოს ეს ირანული დიქტატურა. მას არც კი მოუწერს ომში დაბრუნება. მას შეუძლია უბრალოდ ენერგიულად განახორციელოს ოპერაცია ეკონომიკური რისხვა, იმ დროს, როცა ძლიერი აშეთეშოს საზღვაო ფლოტი და სხვა სამხედრო ძალები კომერციულ გემებს ჰორმუზის სრუტეში გააცილებენ. სასურველია ნატოს მოკავშირეების დახმარებით. ეს 4 თვე საშუალებას მისცემს უკეთ დაგეგმონ მომავალში ჰორმუზის ოპერაციები, როგორც ირანული გემების ბლოკადა, ასევე კომერციული ნავიგაციის ხელშეწყობა სრუტეში. იმის გარდა, რომ ტრამპი არ დაკმაყოფილდება ირანის ბირთვულ საკითხზე შეთავაზებით, არ მჯერა, რომ ტრამპი დაუშვებს ირანს ჰორმუზის სრუტის მძევლად დაჭერას. ეს შანტაჟი მომავალში შეიძლება კვლავ და კვლავ გამოიყენონ. ყოველთვის, როცა რამე ხდება, რაც დიქტატორებს არ მოსწონთ, ამის ნაცვლად ეკონომიკური რისხვის დაბრუნება ირანული ნავთობის მიწოდებას შეაჩერებს. როცა პორტები დაბლოკილია, ირანის ნავთობის ობიექტები მთლიანად აივსება, რის გამოც მათი დახურვა გახდება საჭირო. მათი დასახურად საჭიროა წარმოების შეჩერება, რაც ზოგ ჭაბურღილებს მუდმივ ზიანს მიაყენებს. დონალდ ტრამპს არ სურდა ეს ეხლა მომხდარიყო, რადგან ეს ირანული მიწოდების შემცირებაზე ბაზრის დრამატული რეაქციის რისკს შეიცავდა იმ მნიშვნელოვან შუალედურ არჩევნებამდე აშშ-ში. ამ მემორანდუმით ის დროებით ხსნის ფეხს გაზის პედალიდან და მომდევნო 4 თვის განმავლობაში ნეიტრალში გადავა, სანამ ეკონომიკურ ზეწოლას შეამსუბუქებს. ირანმა შესაძლოა $1 ტრილიონის ეკონომიკური ზიანი განიცადა. ნავთობის ბაზრის შემდგომი სტაბილიზაციისთვის ტრამპის სანქცირებულ ნავთობზე დროებით შეღავაც აწესებს. რამდენიმე თვე, რომლის განმავლობაშიც ისინი თვეში რამდენიმე მილიარდს აგროვებენ, არსებითად ვერ აღადგენს ირანის დანგრეულ ეკონომიკას. არც ცხელი ომები, არც სახმელეთო ჯარები. ამ ყველაფერს სჭირდება დრო და მუთვინება, ორი რამ, რაც ტრამპს აკლია შუალედური არჩევნების წინ. ტრამპი მკაცრი და ძალიან ჭკვიანი კაცია. ებრაულად ვითხოვდით, ტრამპი, რომელიც არ არის ფრაიარი, ტრამპი არ არის სულელი. გავხსენებთ, რომ ათწლეულების განმავლობაში ის მუდმივად იმეორებდა, რომ აიათოლებთან გასამკლავებლად ერთადერთი გზა ძალის გამოყენებაა. მან იცის, რომ ამ მათხვარა რეჟიმთან გარიგება შეუძლებელია, რადგან ისინი ყოველთვის იტყუებიან და მალავენ სიმართლეს, როგორც ყოველთვის აკეთებდნენ. სინამდვილეში, როდის ჰქონია ამ ტიპის საერთაშორისო შეთანხმებებს ინსპექციებითა და მსგავსით ოდესმე წარმატება. ირანი ყოველთვის ატყუებდა და ეს რეჟიმიც მომავალშიც ყოველთვის მოიტყუებს, ზუსტად ისე, როგორც დონალდ ტრამპმა აღიარა, როცა ბარაკ ობამას ბირთვულ შეთანხმებას აკრიტიკებდა. მაშ, ნება მომეცით მკაფიოდ ვთქვა, ერთადერთი გზა, რომ ბირთვული იარაღით ავჭურვილი ირანის საფრთხე აღმოიფხვრას, არის რეჟიმის შეცვლა. ეს შეიძლება მიღწეულ იქნას ეკონომიკური გზებით, ადგილობრივი ძალების შეიარაღებასთან, დაცვასა და წახალისებასთან ერთად ირანში. ეს არის საუკეთესო შესაძლებლობა, რაც კი ოდესმე მქონია, რომ მოვიშოროთ ეს ავთვისებიანი რეჟიმი და გავათავისუფლოთ დიდი ხნის განმავლობაში დამცირებული ირანის მოსახლეობა მათსავე ძუველ ლიდერებისგან. რეჟიმი, რომელსაც ახლა როგორც ჩანს ხელმძღვანელობს ირანის რევოლუციური გვარდია, რომელმაც თავისი ბასიჯის მილიცია გაგზავნა, რათა 10,000-ობით მამაცი ირანელი დემონსტრანტი დაეხოცა, რომლებიც იანვარში 2 ბნელი დღის განმავლობაში თავიანთი ელემენტარული თავისუფლებისთვის იბრძოდნენ. რეჟიმი, რომელიც მალე ისტორიის ნაგავსაფრელზე აღმოჩნდება, ერთად სხვა გენოციდური და ეგზისტენციალური საფრთხეების გრძელ რიგთან, რომლებიც ებრაელი ხალხისა და მთელი თავისუფალი სამყაროს წინააღმდეგ არსებობდა. ირანის დიქტატორების მოცილება გაამყარებს დონალდ ტრამპის მემკვიდრეობას და უზრუნველყოფს, რომ ის დაფასებული იქნება ირანის ხალხის მიმართ გამოჩენილი სიმტკიცისთვის. მიუხედავად ურთიერთგაგების მემორანდუმისა, მე მაინც ვენდობი პრეზიდენტს. მას უცებ არ დაუკარგავს სიბრძნე და სიმამაცე ირანელი წვრილმანი ადამიანების ჯგუფის გამო. თუ ნილ არმსტრონგის ცნობილი მთვარეზე დაშვების განცხადებას ცოტათი შევცვლით, მემორანდუმი არის ერთი პატარა ნაბიჯი უკან, რათა მენშაიტის სასიკეთოდ გიგანტური ნახტომი გადავდგათ წინ.
ღმერთმა დალოცოს პრეზიდენტი დონალდ ჯეი ტრამპი. ღმერთმა დალოცოს ამერიკის შეერთებული შტატები. ღმერთმა დალოცოს ისრაელი და ებრაელი ხალხი. ამ ისრაელ ჩაიდ.